კომუნიკატორი ვებგვერდი nationalgeographic.com სოფლიოს საუკეთესო ბაღების 10-ს გთავაზობთ. ნუსხაში მეხუთე ადგილი ვილა დესტემ დაიკავა. ის რომის მახლობლად მდებარეობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვილა, რომელიც მე-16 საუკუნეში გაშენდა. ვილა დესტე იტალიური რენესანსული არქიტექტურისა და რენესანსული ბაღების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ის 2001 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მეოთხე ადგილი დაიკავა ბატჩერდ გარდენსმა, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიაში წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. ბაღს წელიწადში მილიონზე მეტი ვიზიტორი ყავს. მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ბავშვთა ყვავილების პავილიონი და ვარდების მრავალსახეობა ახდენს. მესამე ადგილი წილად ხვდა Powers Court Gardens, რომელიც ირლანდიაში, ენისკერიში მდებარეობს. ბაღს 19 ჰექტარის მიწა უკავია. მას გარშემო უიკლოუს მთები აკრავს. ბაღის დაგეგმარება 1731 წელს დაიწყო და 1751 წელს დასრულდა. დღეისთვის მის ტერიტორიაზე მდებარეობს გოლფის კლუბი, რესტორანი და სასტუმრო. ბაღის ტერიტორიაზე ხშირად ფოტოგამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება. მეორე ადგილი მიაკუთვნეს კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღებს. 121 ჰექტარზე გადაჭიმული ბაღები და ბოტანიკური სადგური ლონდონის სამხრეთით ქალაქ რიჩმონდსა და კიუს შორის 1759 წელს შეიქმნა. ბაღში მნიშვნელოვანი ბოტანიკური კვლევები მიმდინარეობს. წელიწადის განმავლობაში ის დაახლოებით 2 მილიონ მნახველს მასპინძლობს. 1840 წელს კიუს ბაღებს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სტატუსი მიანიჭეს. 2003 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. და ბოლოს პირველი ადგილის მფლობელი ვერსალის ბაღი გახდა. 900 ჰექტარზე გაშლილი ბაღი ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერია ევროპაში. იგი მე-17 საუკუნეში ანდრე ლენოტმა შექმნა. მან ფრანგულ ბაღთა სიმეტრიული სისტემა ვერსალის ინგლისურ ყაიდაზე მოაწყო და სასახლის შესაბამისად მორთო. შადრევნები ტექნიკურადაც და გარეგნულადაც იმ ეპოქის გასაოცარ მიღწევებს წარმოადგენს. კომუნიკატორი